ღმერთმა დაგლისოთ გაგაძლევთ გაგახაროთ სულიერი წინსვლა მინდა გისურვოთ და გზა ხსნილი გქონოდეთ ღვთის საინდებლად სული საცხოვრებლად ყველა ჩვენი ბრძოლა გაქვს ყველა ჩვენი რაღაცა ის თქვა სულიერ ხორციელი განსასწრებელი მაგრამ ყველა ჩვენი ბრძოლა მოვიგოთ და ასე ვთქვათ სულიერი გამარჯვება პირველ რიგში უხილავი და შემდეგ შედეგად ხილულიც მოვიპოვა ყველაფერი გვეხმარება ამაში პირველ რიგში გვეხმარება ამაში უფალი და მისი მადლი ღვთის მადლი ყოველთვის ღვთისმშობელი რა თქმა უნდა გამოუსწორებელი და დაუმარცხებელი ნება არ არსებობს და ცოტა ყველაფრის გამოსწორება შეიძლება ყველა ნების დამარცხება შეიძლება თუ მოიგდომებს ეხლა ადამიანი თუ არ მოიგდომე და არა გაუწექი ცოტა მაშინ არაფერი არ გამოვა იცით ეს ყველაფერი ამიტომ რაც უძლებელი და დაუმარცხებელი არც ცოტა და არც ნება არ არსებობს და შეცდომა როცა შეცდომასიდან გასაგებია მაგრამ თავარი შეცდომის დროს როგორ იქცევის კი არ არის თავარი ის არის შეცდომის მერე რასაკეთებ ხო მერე რაშევი კაი ჩაიდინე შეცდომა ხო აი მერე რაშევი აი უფრო დიდი კითხვის ქვეშ აყენებს გამოგაქვს აზრი გამოგაქვს მორალი და გამოგაქვს ასე ვთქვათ იგავარაკ იმიდან რაც ჩაიდინე ესე დისციპლინება საკეთებ იმ ცოდვისგან რა აზრი იყო რისთვის იყო რატომ იყო ამიტომ ქრისტემ ძლია ცოდვას გავლაზა სიკვდილს თანამძლეველი თანაგამარჯვებული უნდა ვიყოთ ჩვენ ამიტომ ეს კი რა თქმა უნდა ჩვენი ძალა ძალიან სუსტია და ჩვენ რა თქმა უნდა ღვთის გარეშე არაფერი არ შეგვიძლია ხო და მატლ ვარ და არა კაცო ხო ამბობს ასე ვთქვათ ჰაგიოგრაფიის იოანე საბანისზე ამბობს ამას მაგრამ გახსოვთ ეს სიტყვები ჰაგიოგრაფიაში მაგრამ ეს ის ადამიანი ისეთი არსებაა რომელსაც დიდი პოტენციალია ჩადებული ხატება ის ხატება და მსგავსებას უნდა მიაღწიოს დავალება მიცემული მისთვის ამიტომ ეს ღმერთთან კავშირი უნდა გქონდეს არ უნდა გაწყვიტოს როგორც კი ღმერთთან კავშირი წყდება მაშინ სუსტდება ადამიანი და მისი იმუნიტეტი სულიერი სუსტდება და დაცემა მისი ხოლმე ძალიან დიდია და დამხობა დიდია მისი და უჭირს ადგომა ფეხზე წამოდგომა მაგრამ ქრისტეს მოსვლით ჯვარცმით მისი და მისი აი ამ სამოთხის ბჭების გახსნით და შეერთებით ზეცისა და მიწის შეერთებით ყველა კავშირი აღდგა ყველა შესაძლებლობა განახლდა ყველა ცოდვა მიტევებადი და გამოსწორებადია ყველა შეცდომა უჩვენე ერსა შენსა სიცოცხლე მას უჩვენ ღვინოელ მობიერებისაა რადგან ისრაელის ერი არ აღიარებდა უფალს ჯვარს აცვა იგი რის გამოც მიწიერი სასჯელები მოევლინებოდა რათა სულიერად განკურნებულიყო შეენანებინა თავის საქციელი მაგრამ იუდეველთა უმეტესობა არ შეინანა არ შეიძლება ვიფიქროთ რომ უფალი კაცრი და დაუნდობელი არამედ მის მიერ მოცემული სასჯელი წამალია როგორც წმინდა მამები ამბობენ წამალია საღვთო დიდაქტიკა და პედაგოგიკა მაკურნებელი წამალი და ტალახია ზოგჯერ ადამიანებისათვის ინდივიდისთვის ოჯახისთვის ერისთვისაც რომ მიიღოს ეს წამალი და განიკურნოს მას ჩვენ ღვინოელ მობიერებისა უფალს აქვს აქ ზიარებაც იგულისხმება ხო გარდაქმნილი ღვინოს სისხლად და ეს არის ზუსტად რომ მოგვილბოს გული მოულბოს ადამიანის გული უხეშდება მიდრეკილია გაუხეშებისკენ გამატერიალურებისკენ უგზნობელობისკენ ხო უგუნურნო და ძიმენო გულითავ გახსოვთ ემაუსის გზაზე რომ ეუბნება უფალი საყვედურობს მიმავალ ქრისტესთვის და სარწმუნოებისათვის რომ მისი აღდგომისთვის და ასე ვთქვათ არ გეუბნებოდით რომ ესე უნდა მოხდარიყო ნება უნდა განეცადაო უნდა განეცადა შეურაცხყოფა ნება ჯვარცმა და შემდეგ ტრეთით აღდგომა ხო გეუბნებოდით ამას ხო უგუნურნო და ძიმენო გულითავ ადამიანი ამ ძიმე ცხოვრებაში ძიმდება მისი გული ძიმდება მისი შემეცნების ორგანოები ძიმდება და უხეშდება მაგრამ სხვადასხვა ტიპის ღვთაებრივი მისტაგოგიით ღვთაებრივი განგებულებით ხდება მოლბობა ადამიანის გულისა გახსნა მისი გულისა ჯურით ჯვარი არის გული ადამიანის გულის გასაღები ღვთის სიტყვა არის ადამიანის გულის გასაღები და იხსნება გული და ლბება ადამიანისა მოსიყვარულო ხდება თბილი ხდება
ლმობიერი ხდება, შემწყნარებელი და არა სასტიკი, უნდობელი და დაუნდობელი და ცივი და გაუცხოვებული, არა. ლმობიერი, შემწყნარებელი, პატიებელი, გამააზრებელი, გულსაც თავის გაზროვნება აქვს, შემგზნებელი, რა თქმა უნდა. ეს ბუნებრივია, ხატება ჩადებულია, ეს ბუნებრივია, ესეც უნდა იყოს. და მოეს მოშიშ და შენთან სასწაული განდრომად პირისაგან შვილთასა. შენ მოშიშებს უფალო, შენ სასწauლებრივად წარმართაო და მისცემ ყოველივეს, რომ გადაარჩინო იმ მისაკენ მიმართული ხილული თუ ხილავი ფსიქიური, ემოციონალური თუ ხორციელი თავდასხმებისაგან. რომ არ იყოს დაფეთებული, დაშინებული ადამიანი. დაფეთებული და დაშინებული კი არა, ხნედ უნდა იყოს და გაძლიერდეთ და გვიძარეთ, რათა არ შეხვიდეთ განსაცდელს, როგორც არის ნათქვამი. და ნუ შემიყვანეთ ჩვენ განსაცდელს, არავინ მიხსნით ჩვენ ბოროტისაგან. თორემ დაშინებული იყავი და დატერორებული და დაფეთებული და ასე ვთქვათ, გაფითრებული ეს არსად არ წერია. დაიმდაბლე თავიო, დაიმცირე და გაიღატაკე და გაიუბედურეო, არსად არ წერია. სახარება სიხარულს ნიშნავს. ამაღლებას ადამიანის დავალება ეს არის, რომ ის ტოლი იყოს, შესაბამისი იყოს თავისი ზებუნებრივი დავალებისა, ხო? და ღვთის მოშიში იყოს, რომ ბოროტისაგან ნასროლი ისრები გვერდზე აიცილოს, გვერდზე გაადაგდოს, აიცილოს. აქ გახსოვთ იესო ქრისტეს ჯვარცმი და სულ რამდენიმე 1000 წლეულის შემდეგ იერუსალიმს რომაელებმა ალყა შემოარტყეს და 2 მილიონზე მეტი იუდეველი გაწყვიტეს. გადმოცემით მოახლოებული საფრთხის შესახებ ანგელოზისაგან ეუწყა იერუსალიმის პატრიარქს და ყველა ქრისტიანი ებრაელი ქალაქიდან გაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ აიღეს იერუსალიმი რომაელებმა და ერთიანად გაანადგურეს ქალაქიც და იქ თავშეფარებული ადამიანების. ღვთის მოშიშნი გადაურჩნენ ამ განსაცდელს. შესაძლოა ღვთის მადიდებელი ყოველი კაცი ვერ გაექცეს მიწიერ მოვლენებს, მიწიერ სასჯელებს, მაგრამ ასეთი სულიერად ყოველთვის დაცულია პირისაგან შვილდისა, ანუ ამ თავდასხმებისგან, რომლებიც მოდის, არ გვაკლია, მით უმეტეს კეთილი იყოს თქვენი მობრძანება პოსტსაბჭოთა სივრცეში. დიდი ხანია კეთილი იყოს ჩვენი მობრძანება. მართლაც კეთილი იყოს, იმიტომ რომ მადლობა ღმერთს, რომ არა არსისაგან არსად მოგვიყვანა უფალმა და არაყოფიერიდან ყოფიერში გაგვაჩინა, მაგრამ ამავე დროს მოგცა ჩვენ შემეცნებისა და შეგრძნებისა და განცდის ორგანოები, რომ გავიგოთ და ვიყოთ და მივხვდეთ სად ვიმყოფებით და სად ვართ და რა არის ჩვენ წინაშე, რა უნიკალური განსაკუთრებული გამოწვევები და დავალებებია. რომ არ გვაკლია არც პირისა შვილდისაგან აცდენის ბრძოლა, არ გვაკლია ეს რომ არ ვირიდოთ შვილდის არის ტკივილები მოყენებული ისრებისგან, არც ის გვაკლია რომ უხილავი ბრძოლა არ იყოს, არც ის არის რომ უხილავი ბრძოლას არის და ხილულიც, რომელიც ვლინდება, ხილული უხილავი ხილულში ვლინდება, არც ის არ გვაკლია. მოკლედ, ბრძოლა არ არის რამ, რაც ჩვენ არ გადაგვიტანია და არ გაგვივლია, ხო? და კარგიც არის ერთი მხრივ, იმიტომ რომ უნიკალურ გამოცდილებას ვიღებ, ბევრჯერ მithქვია ეს. მაგრამ ნეტარი არის და ბრძენი არის გაფრთხილებული შეიარაღებულიაო, ნათქვამია. და ვინც არ არის გაფრთხილებას არ მიიღებს, ის მერე ნუ დააბრალებს, არ უთქვიაო და არ გაუფრთხილებია უფალცო, არ არის ნათქვამი. ხო? როგორ არის ნათქვამი? ეგზალებოდეთ კაცთაგან. გახსოვთ, რათა იხსნეს საყვარელი შენი, მაცხოვნე მე მარჯვენითა შენითა და შეგესებინთ ჩემი ყველაფერი. შენი საყვარელი ადამიანების გადარჩენის მიზნით აღასრულე უფალო, ფსალმში წერი. უფალს ყველა უყვარს, მაგრამ ცხონდება ის, ვინც ღვთის სიყვარულს რითი პასუხობს? სიყვარულით ვეპასუხობს და არა უმადურობით. უმადური ადამიანის შემდეგი ნაბიჯი არის ღალატი. უმადურობა ეს წინაპირობაა ღალატისა. იუდას ისტორია გავიხსენოთ. უმადური ღვთისა არც სხვას არ აფასებს და სხვის გაჭირვებას არ განიცდის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანი ისეთი, ვინც მასზე უარეს მდგომარეობაშია, თუ კი ცუდად არის, ყოველთვის არის ესეთი ხალხი, ვინც გაუბედურებულ დღეშია და საშინელ დღეშია და განცდა არ აქვს იმისა, რომ განსხვავება გააკეთოს, დიფერენცია გააკეთოს იმისა, რა, სად არის თვითონ და სად იმყოფება თვითონ და სხვა რა დღეშია. ცოტა შედარება გააკეთოს ისე, ინტელექტი გამოიყენოს, რომელიც ღმერთმა ხატად მისცა ისიც. ვისთვის მისცა ინტელექტი, რომ გამოიყენოს. ხო? გონება, იმისთვის მისცა ადამიანს. გონება ღვთისხატებაა, უკვდავი თავისუფალი არჩევანის უნარი, უკვდავი სული, შემოქმედების უნარი, სწორი არჩევანის უნარი, ლოცვის უნარი, სიყვარულით და ხაღარჩევ დიდი თემა. ხო?
რისთვის მისცემს ეს გამოიყენო და არა სადღაც ლატენტურ მდგომარეობაში ჩანასახშივე იყოს და იდოს ის დამარხული ორი ტალანტები რომელიც ერთმა დამარხა ხო და უკანს მიუგდო უფალს უკან მასე არა ყველაფერი მიტომ მიეცა რომ მადლობდეს სულ ლოცულობდეს სულ და შედეგად უხაროდეს სახარება სიხარულია და არა დეპრესია და გაღატაკება და გაპერწელება და გაუსახურება და ადამიანის იერის დაკარგვა იქნება ეს ხო კიდით განქვეყანისა ჩვენ და ღაღატყავ მოწყინებისა გულისა ჩემისასა კლდესაზე და აღმამაღლე მე და მიძღოდე მე ძლიერ მოცვა კლდესაზე და ეს კლდე ქრისტეა ხო ამ მუხში გრძელდება წინა ნათქვამი ფაქტობრივად ის აზრი ასაც ვამბობ ქვეყნის დასასრულამდე იქნება ეს ფსალმუნები სულ იქნება და იჟღერებს წმინდა წერილი ადგილის კი არ იქნება დედამიწაზე საიდანაც არ ვაღვავლინო შენ და მილოცვაო ყველგან ყოველი სული ყველგან აღასრულებს ლოცვას ხოლო როდესაც ჩემი გული მოწყენილია კიდევ უფრო მეტად ვილოცებ შენ და მოწყინება ახასიათებს ადამიანის გულსაც მოწყინება რუტინა ყველაზე საშინელი მავნესენი და მავნე ესე ვთქვათ ვირუსია რუტინის ვირუსი რომელიც ადამიანს მოწყინებისაკენ დეპრესიისაკენ ყველაფერზე ხელის ჩაქნევისაკენ და გაერთგვაროვნებისა და ენტროპიისკენ მიაქალებს ყველაფერი ფასს კარგავს რუტინისაგან ყოველდღიური თითქოს პროგნოზირებადი ერთი და იგივე მიმდევრობისაგან რომელშიც ერთი და იგივეობა და რუტინიზაცია ხდება და ადამიანი კარგავს სიხალისეს და ინტერესს იმიტომ რომ არ ეძებს თავის ჯვარს და არ უდგება თავის ცხოვრებას შემოქმედებითად ცოტა სხვა რაკურსით რომ მიუდგეს ხანდახან ხო შეიძლება მაგრამ არა ეზარება ერთი და იგივე რუტინაში არის ერთი და იგივე ადგება წვება ხო მაგრამ არის ამის გამონათქვამები ამის შესახებ აღარ ვიტყვით მაგრამ და მე ამაზე არის მისი ცხოვრება და მე რატო მოიწყინაო რატო დაკარგაო ხატება და მსგავსებაო რა მიაღწია მსგავსებას იმიტომ რომ რუტინამ ჩაყლაპა მისი სული ამიტომ ყოველთვის უნდა ილოცო შენ უფლისადმი რომ საფრთხო სიყვარულმა დაისადგუროს შენს გულში ჩამოიღვაროს როცა თბილი სითხე თბილი რაღაც მაყურნებელი წამალი და იგზნოფ ამას სულში სამშველში და სხეულში იგზნოფ ამას როგორ ჩამოდის ეს ყველას თავის ინდივიდუალურ შეგრძნება აქვს მადლის მიღების დროს ყველა გძნობს ფიზიკურად გძნობს ემოციონალურად გძნობს, სულიერად გძნობს, როგორ ჩადის მასში საფრთხო მადლი. სიმონ შენ ხარ კლდე და ამაზე და კლდესაზე და აღვაშვილ შენო ეკლესია ჩემი. ანუ ქრისტეს სარწმუნება, ქრისტეს რწმენა არის ის კლდე, რაზეც უნდა იყოს დამყარებული ადამიანის სულიერი მდგომარეობა, განსაკუთრებით ჩვენ პოსტსაბჭო და სივრცე ვახსენე ჩვენი მდგომარეობა. სანამ არ მივალთ სარწმუნოების ჭეშმარიტებების აღიარებამდე მანამდე ვერ მოხდება გამყარება ადამიანისა ჭეშმარიტებაში და ვერც ჭეშმარიტებაში თუ ვერ მოხდა გამყარება, ვერც განთავისუფლება ვერ მოხდება მისი ნეგატივისაგან. სწორედ ამის შესახებ ბრძანებს დავით წინასწარმეტყველი, როდესაც ევედრება უფალს კლდესაზე და აღმამაღლეო, ჩემი სარწმუნოება ქრისტეს რწმენაზე დაამყარე და წინ გამიძეხიო მე უფალო. უფალი ყოველთვის წინ უძღვის ადამიანს, მან წინ იცის ჩვენი ცხოვრება, მთლიანად იცის. წარსული აწყვე მომავალი ეს ჩვენ ვიცით ერთი დღე და გუშინ არ გვახსოვს რა ჭამეთ და რა ჩავიცვით გუშინ არ გვახსოვს გუშინდელი ამბავი და დღეს დღევანდელი დღეს და უფალმა ყველაფერი იცის ამიტომ ის უძღვის წინ ადამიანს არ განაპირობებს მაგრამ გადახრის მოუწოდებს და ვთქვათ სტიმულს აძლევს მას და იყავ ჩემ და სასო გოდოლ მტკიცე წინაშე პირისა მტერისასა ჩემი შესავედრებელი ჩემი სასოება ჩემი იმედი იყავიო ბუნებრივია ვისი იმედი უნდა გქონდეს ისევ და ისევ დღევანდელ დროსა და სივრცეში მყოფ ხალხს უფლის იმედი ქრისტეს იმედი ჩემი იმედი იყავიო როგორც გოდოლია მტრისთვის წინაღობა და გოდოლში მყოფ მეციხოვნეებს მტერი ადვილად ვერ დაამარცხებს ასეთივე სულიერი სიმტკიცე მომეცი რათა ჩემმა მტრებმა ხილავი მტრები იგულისხმა პირველ რიგში ადვილად ვერ დამამარცხებო შესხობს დავითი უფალს რა თქმა უნდა ახ იგულისხმება სულიერი მტერი დაცემული ანგელოზები და ხილული ვთქვათ გამოვლინებაც ამ ხილავი ბრძოლისა რა თქმა უნდა დავიმკვიდრო საყოფველთა შენთა უკუნისამდე დავეფარო მე საფარველთა თეთა შენთასა შენ სამკვიდრებელში დამკვიდრდებიო უკუნისამდე უფალო არა მარტო ამ ქვეყანაში არამედ სამარად ჟამოს შენ სამკვიდრებელში შენთან ვიქნებიო შენი მფარველობის ქვეშ დაცულიო ადამიანი როცა აქ ცხოვრობს მიწაზე არა მარტო მიწიერი ცხოვრების განმავლობაში და მისი ამ გამოსასწრ ტრამპლინზე ამ
გამოსასწრებელ ბრძოლის ველზე აქვს აუცილებლობა მას დაცვისა და ღვთის იმედისა და ღვთისადმი ვედრებისა. არამედ იმისთვისაც ლოცულობთ, რომ შემდეგ ეს მდგომარეობა აქ იყოს კურთხეული და აქ მიიღოს სამოთხის წინაპირობებით შეგრძნება აქ კონდეს და შემდეგ იქაც ზეციურ რეალობაში მოხდეს და იქაც იყოს დაცული და ღვთის ფრთებს იყოს იქაც, თორე იქ იმდენი იმხელა სამყარო უხილავი, ხილულის ხო უსასრულოა და უხილავით უსასრულოა სამყარო, უხილავი სამყარო იმდენი გრადაციები, იმდენი ადგილები, იმდენი სავანეებია, იქაც ყველა ერთ მდგომარეობაში კი არ არის, რომ იქაც ღმერთთან ახლოს იყოს. ეს დიდი თემაა. ამიტომ ადამიანის სული გზნობს ამას. ადამიანის სული უნიკალური ქმნილება, გზნობს გზა რომ ეხსნება, გზნობს სულიერ ძალას, გზნობს იმას, როგორ უახლოვდება მას ღმერთი. გზნობს იგი, როდესაც მადლი მოდის მასთან და ინარჩუნებს ამ მადლს და გზნობს იმასაც, რომ აშავებს. ყველა ცოდვა შეგნებულად ხდება, ნუ ვეთქვით. მეტნაკლებად შეგნებულად, ყველა ცოდვას მეტნაკლებად შეგნებულად იდენს. მაგრამ ვიმეორებ ცოდვის მერე რაც აკეთებ, ის არის მთავარი მოინანიო. გზნობს ადამიანის სული, როგორ იქცევა და იმასაც გზნობს, როგორ უახლოვდება მას ღმერთი, რა ფორმით უახლოვდება ღმერთი, სხვადასხვა ინდივიდუალური შეგრძნებები მეტაფიზიკური ამის. და ზოგჯერ, როგორც წმინდა მამამიც წერენ, წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი თუნდაც იმასაც გზნობს და აღწერს იქ, როგორ შორდება ღმერთი. ღმერთი სივცობრივად კი არ შორდება, მეტაფიზიკურად შორდება. რამ განშორება საშინელი სულიერ დეპრესიას დავარქმევდი, სულიერ პედაგოგიკაა სულიერი, რომელიც ადამიანის სულიერ ვაკუუმს, სულიერ სიცარიელეს წარმოშობს. თითქოს ყოველგან ყოველსავე აღავსებს, მაგრამ თვითონ ადამიანი თავს ვერ გზნობს ღმერთში, ეს საშინელი განცდაა, რომელიც ისეთ საშინელ სულიერ ჟანგბადის უკმარისობას იწვევს, რომ ადამიანი როგორც სულიერი ხერხემალი ადამიანისა იღუნება, სუსტება, მისი სულიერი ხერხემალი თითქმის იმუნიტეტს კარგავს და სასწოებას კარგავს ადამიანის ცხოვრების საზრის ერთმევა, მართლაც ნათქვამია, ღმერთო, ისი დასჯაც გინდაო, ჯერო გონებას წაართმევსო ღმერთიო, ადამიანის სანამ დაჟისო, გონებას წაართმევსო. როცა ადამიანი ცოდვას იდენს, იგი უკვე ამ ცოდვით დასჯილია. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ფატალურად უნდა გაბოროტდეს და ცოდვა მიუმატოს. დააშავე, აღიარე დამარცხება, დააშავე, რა მოხდა? ვინ არ დამარცხებულა, ვინ არ დააშავე, ვისაც ჩაუდენია ცოდვა. ესეც ამპარტავნებაა, რომ შენი დამარცხება არ აღიარეს, სიბირყვე და უგუნურებაა. განსაცდელებით სწავლობ, გამოცდებით სწავლობ. როცა მებრძოლი გავა ბრძოლის ველზე, რამე რომ დაიჭრას, რაღაცა რომ მოუვიდეს, რაღაცა რომ შეექვა, საფრთხე გაუკვირდეს, უნდა? აბა, ეს პროგნოზირებადი იყო. მაგრამ პირიქით ამ საფრთხეებით, ამ განსაცდელებით, ამ მოულოდნელი თუ მოსალოდნელი რაღაც დისკომფორტით, მასში საოცარ პარადოქსულად ნათელი ღვთისა შემოდის და მასში ახალი გამოცდილება ისადგურებს. და თუ იგი სწორ ანალიზს, სწორ სინთეზს გააკეთებს მისი გამოცდილებისა და მისი დაცემებისა თუ სწავლობს მის საკუთარ შეცდომებზე და სხვის შეცდომებზე, ყველაფერს საკუთარ თავზე ვერ გადაიტან. მარტო ყველაფერი შენს თავზე რო გადაიტანო და შენ შეცდომები იმდენი ჩაიდინო, რომ მთელი გამოცდილება შენი შეცდომებით მიიღო, ამას ვინ გადაიტანს? ამიტომ არის სიბრძნე, რომ შენ თავზე ყველაფერი არ გადაიტანო, მოცემულია უზარმაზარი გამოცდილება, რითიც გამზადებული გამოცდილებით ისარგებლო წარმატებით შენი ინტელექტით, შენი ხატებით და მსგავსებით ღვთისა, ისარგებლო ამით და ამ ყველაფრით გაიჟღინთო ამ სიბრძნით და გადახარშო შენი ანალიზი და სინთეზი გააკეთო შენი ცხოვრების, რათა გახსნილი გზა კიდევ უფრო გაფართოვდეს. თუმცა კი სულიერი გზა ყოველთვის ვიწროა. ფართე გზა არ არის სულიერი, რაც არ უნდა გახსნილია, მაგრამ ვიწრო, სივიწროვე ახასიათებს. სადაც როგორც გველი უნდა გაძვრეს, იმ ხელში ძველი ტყავი მოიცილოს. და სულიერად არ გულისხმობს ადამიანის გზის გახსნა და სულიერი წინსვლა, სულიერად არ გულისხმობს მიწიერ კომფორტს და ჭყალებში, ასე ვთქვათ, წარმართული ცხოვრების სტანდარტებს. სულიერად არ გულისხმობს ამას. პირიქით, ბევრ სხვა რამეს გულისხმობს და დიდი თემაა. ამიტომ გლოცავ ყველას, მადლობთ ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.